გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ერთ ძალიან საინტერესო ბლოგზე ვმუშაობ. ნახოთ თუ და მომიხერხდა და დღეს დავასრულე, ხო ძალიან კარგი, თუმცა ამ დღეებში აუცილებლად დავასრულებ და მინდა ამ ისტერიკას, რომელი ისტერიკაც არის საქართველოში ატეხილი, ეს ჩემი სიტყვებით და იმით რა კი არა, მტკიცებულებებით გამოვეხმაურო და აიცი ვისაც უნდა ამ ყველაფრის გაგება, უნდა და გაიგებს და ნახავს და ზოგადად ძაღლმადიდებლობის ამბავზე მაქვს ლაპარაკი. ძალიან სერიოზული პრობლემაა ეს საზოგადოების, ძალიან სერიოზული პრობლემა არის. ჯერ კიდე ხალხი ამას ვერ ხვდება, რომ ეს რა სერიოზულ პრობლემასთან აქვს ჩვენ საქმე და ჩემი როგორც მოქალაქის და ადამიანის ვალდებულება არის ის ჩემი ცოდნა გაუზიარო თუ საიდან ქრის ქარი და რა საერთო გააჩნია ამ LGBT-ების უფლებების დამცველებს, რომლებსაც გეიუკანალი გააიგივეს ადამიანის უფლებებთან, რა კავშირი აქვს ამ ფემინიზმის იმას რა ქვია, ბაია პატარაიას ორგანიზაცია ფუჩუს და რა სამება არის ამათი მავატიოს უფალმა უბრალოდ ეს უჯულოების სამება რა არის ეს ძაღლების უფლებები. აი ამის ყველაფრის ერთად შეკრება მინდა და ჩვენება მინდა და მაშინაც იყო ხალხი გამოშტერებული და გამოტვინებული იმაში რომ რო იტყოდი რომ რა უბედურებაა ხო? აი გასაგებია ვიცით გვესმის ეს LGBT-ობა და უბედურობა მიხედავს ყველამ თავის სახში და ყირაზე გადასულან გასულ ქუჩაში ნუ გვიტეხავენ ერთთან ბავშვს თქვა იმ წუთში გიწყებდა ლაპარაკს ადამიანის უფლებები ზოგიერთს მართლა ჯეროდა რომ თო ვიღაცას კლავდა იმის გამო რომ ვიღაცა მამათ მამალი იყო და მესაჯდომე იყო და მე პირფალოსე ვიღაცას მართლა ეგონა და მართლა მოგვიწოდებდა ჰუმანიზმისკენ მოდი ხო არ მოუკლავთ ასეთი დაიბადა ხო არ ისი არის ახლა ამ ძაღლების თემაზეც რა რამდენჯერაც არ უნდა თქვა ადამიანმა რომ არანაირ სადიზმი ძაღლის მიმართ იქნება ადამიანის მიმართ იქნება ჩადენილი თუ არ იქნება არ აქვს მნიშვნელობა სადიზმი დასაგმობია და გმობთ ამ ყველაფერს ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ამას მნიშვნელობა არ აქვს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენ თუ არ აზროვნებ ისე შენ თუ ხორი რო დაიღრუტუნებს შენს თუ ღრუტუნით არ მიუყვები ღობეს ნუ შენც არ ახარ რა არ აინტერესებთ ახლა ქვეყანაში სადაც წაკითხulis გააზრება სერიოზულ პრობლემად არის გადაქცეული იქ ცოტა რთულია ეს ყველაფერი მიიტანო ადამიანებამდე ის სათქმელი რის თქმაც გინდა და ამიტომაც არაფერი არ შეიცვლება ჩვენ ქვეყანაში უბრალოდ სალამდე აი დეტალურად გადავიდოდეთ თუ ამას რატო ვფიქრობ მანამდე ორი სიტყვით გამოვეხმაურები იმას რაც დღეს ისევ და ისევ დატრიალდა საქართველოს ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ სივრცეში უბრალოდ შევისვენე ცოტა და შემოვიხედე ქართულ Facebook გვერდზე და რა თქმა უნდა შემხვდა აი ესეთი წარწერა პოსტად გამოჩნდა რომ ბოჭორიშვილი ის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვია ამას თურმე საქართველოში ხო და ესო რა ქვია როცაო საქართველოს ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებულიო და არც რკინიგზო არც დიპლომატიური არაფერიო არ აღდგებაო და ასე იქნება და ისე იქნება მინდა ორი სიტყვი თამაშები ხო გადავხედე მაგრამ თურმე იმაში ყოლიათ მიწვეული პარლამენტში თურმე რაღაცა ახალი უნდა თქვას გაიხარე ჩემო ძმაო მეც გილოცავ მრავალს და ეს წარით აღდგომის მადლი გეწეოდეთ და მინდა ორი სიტყვა თქვა გადავხედე ახლა და აქ იყო რაღაცა სრული ბოდვა სრული მარაზმი ეს დაავადებული საზოგადოება და დაავადებული ქვეყანა ცხოვრობს თავისი ცხოვრებით და არა აქ ამას ლაპარაკი დღეს ახლა ზოგიერთი იმას ნატრულობს ხელისუფლებაში ზოგიერთი იმის ეშინია ოპოზიციაში იმაში ხელისუფლებაში და ოპოზიციაში რომ უნგრეთიზაცია არ მოხდეს საქართველოს არ მოხდება საქართველოში არანაირი უნგრეთიზაცია ჩემო კარგებო ნუ გეშინიათ არ მოხდება აი კოცები მინდა დავარძო არანაირი უნგრეთიზაცია საქართველოში არ მოხდება ასევე ამათაც მინდა უთხრა მრევლი რო ყავთ უბრალოდ ზემოთ ძალიან კარგად იციან ეს ერთი სისტემა აქ აი რო დარბიან კომენტარებს რო წერენ და მიტინგებზე რო დარბიან და წივიან არ მოხდება აქ უნგრეთიზაცია ეს საქართველოა
აქ შეიძლება ქართული ვარიანტი მოხდეს, თორემ უნგრული ვარიანტი აქ არ გამოდის. რატო არ გამოვა, იცით? ძალიან მარტივი მიზეზის გამო. არც ორბანი არის სათავეში და არც მისი ოპონენტი მეორე მხარეს, ვინც გაიმარჯვა. არ არის შემოკარგება. და არც ის მასა და ის საზოგადოება, ის სამოქალაქო თვითშეგნება და ის სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ცხოვრობს უნგრეთში, არც ის არის საქართველო. ამიტომ შეუძლებელია არარსებული იგივე ლიდერი, რომელიც იქ არის, აქ არ არსებობს, საზოგადოება, რომელიც იქ არის და აქ არ არსებობს, შეუძლებელია ერთი და იგივე შედეგი მიიღო. აქ არის ჯერ კიდევ ბევრს ვერ გაუგია. აქ არის ჩვეულებრივი ბატონყმობა, რომელი ბატონყმობაც ოფიციალურად არის დაკანონებული. აყავს ამ ქვეყანას თავისი მუხრან ბატონი, ყავს თავისი მონაშნირები, თავის მონაშნირებს აყოლილი ბრბო და არის მეორე მხარეს. არაფრით განსხვავებული ამისგან, ვინც არის, უბრალოდ ამათ იმდენი ფული არ აქვს, ჩვეულებრივი დამონებული ავადმყოფის ბროდი და იმათ ყავს თავისი ერთ მხარეს ქვია ნაცი, მეორე მხარეს ქვია ქოცი. ქოცის მხარეს არის ბატონი, ქოცის მხარეს არის თანამდებობა, ქოცის მხარეს არის ფული და ბუნებრივია ესენი არიან სათავეში. სანამდე ფიზიკურად ცოცხალი იქნება ბიძინა ივანაშვილი საქართველოში, თუ ეს მის გეგმას არ დაჭირდება, რომ თვითონ ვიღაცას გადააბაროს, გადმოაბაროს ხელისუფლება, არაფერი არ მოხდება. ეს ხალხი არის გაშიმშილებული, გაძვალტყავებული და უყურებს ასე შემყური არის ამ ორ სიამდვილეში ერთი ძალის მიმართ, ორივე მხარეში. უყურებს ხალხი ახლა ასე და ზოგი ოცნებობს ბიძინამ რაცხა 2 კაპიკი გადმოუგდოს, ზოგი იმას ოცნებობს, რომ ევროპამ რაღაცა გადმოუგდოს 2 კაპიკი და ასე გალიონ წუთი სოფელი. და არაფერი არ შეიცვლება ქვეყანაში. და რატო იცით? ორბანს ივანაშვილიდან განსხვავებით საკუთარი სამშობლო უყვარს. აი უნგრულ ოპოზიციას საქართველოში ეგრეთ წოდებული 256 პარტიიდან განსხვავებით და ნაცებიდან განსხვავებით მისი სამშობლო უყვარდა და თუ რამეს აკეთებდა მისი სამშობლოს სიყვარულიდან გამომდინარე. თქვენ არც სამშობლო გიყვართ, არც ერთმანეთი გიყვართ, არც იდეა გაგაჩნიათ და არც რასაც ისინი აკეთებენ სამშობლო სახელმწიფო ინტერესების ყველაზე მაღლა დაყენება, წაგებული არჩევნების აღიარება და ღირსეულად ერთი ძალიდან მეორე ძალაზე ძალაუფლების გადაბარება და სამშობლოს ოპოზიციაში ჩადგომა კი არა, ისე რისთვისაც უნდა ჩადგეს ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ და არა ერის წინააღმდეგ, არა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს და იქ ეს თვითშეგნება გააჩნიათ. საკუთარ ერს და საკუთარ სამშობლოს არ მტრობენ. თქვენგან განსხვავებით. ამიტომ არ მოხდება, აქ შეიძლება უფრო უარესი მოხდეს, უფრო საშინელი სცენარი მოხდეს და ბიძინა რომ მოკვდება ფიზიკურად, რო აღარ იქნება, რომ მოკვდება ახლა რავი 70-ის არა, რამდენ ხანს იცოცხლებს, ხო? და სანამ იცოცხლეს დარწმუნებული იყავით ამ დამონებულ ხალხში ეს იქნება და იქნება. სულ ასე იქნება, ძახილი ომი არა, აბა ბიძინაზე მეტი ქველმოქმედი ვინ აკყავთ? იმიტომ რომ მასა ეს აღარაა მართლმადიდებელი ხალხი. ძირითად მასაზე მეკვდი ლაპარაკი. ეს არის ძალმადიდებელი ხალხი. გადაქცეული. რომლებსაც საერთოდ არ აქვთ არანაირი მართლმადიდებელი ქრისტიანი როგორ უნდა იყო ან ერთის მხარეს ან მეორეს მხარეს. ხო გამორიცხულია, ხო? როგორ შეიძლება? ესა ჩვეულებრივი ფარისეველი, აი ძალმადიდებელი ხალხი. ამ ქვეყანაში არ ადარდებთ ადამიანი, არ ადარდებს ამას სამშობლო. არ აინტერესებს ამას სამშობლო. ამას აინტერესებს საკუთარი სკამი და თანამდებობა. თუ არა, აი ესეთი დასირებული მინისტრი როგორ შეიძლება ყავდეს ქვეყანას?
რომელმაც თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ რასაც ლაპარაკობს არასდროს არ მოხდება. არასდროს არ იტყვის რუსეთი გამყავს ჯარები მიმღაკ აღიარება უკან და დააბრუნე დევნილები და მერე დაგელაპარაკები. ამან ხო ძალიან კარგად იცის ეს. და ხალხმაც ხო ძალიან კარგად იცის ეს, რომ ეს რასაც ლაპარაკობს, ეს არ მოხდება. კაცო, თუ გაინტერესებს, გაიგებ რა, ძაღლებს არ გადავეკიდე მე და არც ნორმალურ ადამიანებს გადავეკიდე სექტას. სექტას. თუ გაინტერესებს, მოусმინე და გაიგებ, დღეს ბლოგს ვამზადებ მაგაზე და გაიგებ. ხო ყველამ კარგად იცის. ხო ყველამ კარგად იცის, რომ აი ესეთი დამოკიდებულების დროს უკვე თაობები გაიზარდა აფხაზეთში. თაობები იზრდება სამაჩაბლოში. რომლებსაც ქართველებთან ურთიერთობა, ქართველებთან თანაცხოვრება, საქართველოსთან თანაცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. არც უნდათ. და როგორი ზიზღითაც ლაპარაკობენ თბილისში რუსეთის მიმართ, ათმაგის ზიზღით გველაპარაკებიან აფხაზები და ოსები. გაიხარე ძმა, გაიხარე, დავასრულებ ბლოგს დღეს და რატომ აქ თვითონ ამ იდიოტიზმთან დამოკიდებულება რაც ტრიალებს ქვეყანაში ავხსნი დეტალურად ფაქტებით. იმას ვიზამ და რატო ვამბობ ჩემო ძმაო? აი, რატო ვამბობ ჩემო ძმაო, იცი? აი ახლა ეს ამას დავამთავრებ და გეტყვი გაგცემ მაგაზე პასუხს. ხო ყველამ იცის რომ ეს არ იქნება. ამას ხალხს ურჩევნია რომ დაჯდეს, აი ამის ბოდვას უსმინოს ერთმანეთს უძახონ. შენ ევროკავშირში რატო თქვი შესვლაზე უარი, ამან ამტკიცოს რომ არა ევროკავშირი, ყველამ რო იცის რომ არავინ არავის არსად არ მიიღებს. და არ მიიღებენ ისეთ ქვეყანას. არ მიიღებენ ისეთ ქვეყანას არსად. აი დაშლის პირას ყოფ ევროკავშირშიც არ მიიღებენ ისეთ ქვეყანას, რომელშიც ელემენტარული მინიმალური ხელფასი არ არსებობს, მინიმალური ჯანდაცვის ნორმები არ არსებობს, საიდანაც ხალხი გარბის იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს სხვაგან. არ მიიღებენ ასეც. სადაც არც სამართლიანობა, სასამართლო ქვეყანაში, სადაც არ არსებობს, სადაც გაძლების ორ ფეხასი იქნება თუ ოთხ ფეხასი. ამ ოპოზიციელებს და ამის რო იძახით კიდე, ბიჭო, თქვენ გაიხალხო. იმ ევროკავშირს რო იძახით, იმ ევროპაში ძაღლები რაფერ აყავთ მოვლილი. ზედმეტ ძაღლს ხედავთ. ხო და თქვენც ახლა ევროპაში ხო გინდათ წასვლა, მოგიდეთ თითო უპატრონო ძაღლს ხელ და წეიყვანეთ სახლში. და არ იქნება ქუჩაში და მაგხრი მაინც მივარ სტანდარტებამდე. ხართ იმდენი რომ თითო ძაღლი გადაარჩინოთ თქვენ თვითონ. თუ ასე ძალიან გიყვართ. თუ ასე ძალიან ზრუნვას გამოხატავთ. და ხო ყველა მიცის რომ იმიტომ რომ ეს არაფერი არ გამოვა. რატო არ გამოვა იცი? ერთი მარტივი მიზეზის გამო. არც აი ამათ, არც მათ ოპოზიციას, აი არც იმ მუხრან ბატონს არ უყვარს ქვეყანა. ფეხებზე კიდია. და აი ამ ძაღლმადიდებლებს, რომლებიც ეხლა მე მიმტკიცებენ ადამიანობას. რო თურმე მე თუ თქვი ადამიანურად დღეს დილას უბრალოდ პოსტი დავწერე, რომ რავი ძაღლს დაუგმენია სადღაც ადამიანს, სამი ცხოვ ადამიანი დაუგმენია ცოფიანები. შემოვარდა ცოტა ქვეყანა და მლანძღავენ და მწყემლიან და მკრულავენ და მაგინებენ ამ ძაღლების გულისთვის და ათას უბედურებას ეხავენ. ბიჭო, ერთი ელემენტარული რაღაცა მინდა გითხრათ. ყველას მეტნაკლებად ყველას პროფილებს გადავხედეთ და თქვენ ხართ იდენტური ხალხი. ყველაფერში იდენტური ხალხი ხართ და მე მინდა გკითხოთ. რის გამოც ატეხეთ ერთი ამბავი. ბიჭო, შეიძლება მე ადამიანი მეზეზღებოდეს და ძაღლი მიყვარდეს? ნონსენსი ხოა. რო იძახით რომ ზოგიერთ ადამიანს და ალბათ ბევრი იმაზე შენაირ ადამიანს რომ ბევრი იტყვის ძაღლი მირჩევენ. ირჩევენ არა ეგ ჩემი პრობლემა. მაგრამ ამას არაფერი შეხება არ აქვს, არათუ ქრისტიანობასთან. ამას საერთოდ ადამიანობასთან არ აქვს არანაირი შეხება. და მე მინდა გკითხოთ ერთი თქვენ აი ამ ძაღლებზე გაგიჟებულ ხალხს. ბიჭო, რო გკითხოთ ადამიანმა სიცოცხლე და ეს გადარდებთ, ხო? ბიჭო, გამეცით ერთი პასუხი, ერთი თქვენგან, თუ თქვენ გულწრფელები ხართ. თუ თქვენ გულწრფელები ხართ ამ
რომ დავიჯერო რომ მართლა გტკივათ ეს ძაღლების ამბავი ჯერ მე არ ვიცი იქ რა მოხდა არავინ არ იცის იქ ვიღაცას დაესიზმრა ვიღაცას ეჭვი გაუჩნდა ცოცხლად წავდნენ თურმე ძაღლებსო და ატყდა ერთი ვაი უშველებელი და აფრიალებენ ახლა ამებას მე რომ დავიჯერო რომ თქვენ მართლა გულწრფელი ხართ აი წამების და სიცოცხლის და გაჭირვების და ამ ყველაფრის მიმართ და ეს მოდა არა თუ გამეცით ერთი პასუხი 800 ჩვილი რო კვდება საქართველოში ყოველწლიურად. ერთხელ რატო არა მოგიღიათ ხმა? ერთი ჩვილის გარდა რატო კვდება? იმიტომ რომ მშობელი ვერ აჭმევს შესაბამის საჭმელს და შესაბამის ვიტამინს. ჩემი ხო არა IDF-ის კვლევაა და გაეროს მონაცემების კვლევაა. თუ 77,000 ბავშვი, ნუ თუ 77,000 ძაღლზე მეტი ღირებული არა. თუ ერთხელ გამოსულიყავით და გეთქვათ, შეკრებილიყავით ჩვენ ქვეყანა ვართ, სადაც უპატრონო ბავშვები შიმშილობს ლუკმა ჭირდება და არა მარტო ხელისუფლების მიმართ. აი ამ ბოზიშვილი ბიზნესმენების მიმართაც და აი ამ სუპერმარკეტების მიმართაც, რომელმაც 17,000 ესა 17 მილიარდი ლარი ივაჭრეს მოგება ნახეს მარტო იმაში 10 თვეში. რო შეეხვეწოთ, რომ თითო მაღაზიამ, თითო სუპერმარკეტმა ვადის გასვლამდე დარჩენილი, ვთქვათ, ერთი თვით ადრე საჭმელი გამოიტანეთ და დადევით და ვისაც გიჭირთ, წაიღეთ ეს საჭმელი გადაყრას, განადგურებას. ვინმეს გაგიჩნდათ ესეთი ადამიანური სურვილი? ვინმეს მოგივიდათ ესეთი ადამიანური იდეა? არა ხელისუფლების წარმომადგენელი წილოსანი გვიმტკიცებდა რომ ვადაო ის შემთხვევითა აქო იმასო დაწერილიო თორე ის ვადა გასულიო გამოიტანეთ და გვადაგასული მაინც გაყიდეთ იაფათო რაზეც რა თქმა უნდა პრობლემაა რა თქმა უნდა ყველანაირი პრობლემაა ამ საკითხთან დაკავშირებით ვინმეს გაგიჩნდათ ეგ სურვილი ხო არ გაგიჩნდათ ვინმეს გაგიჩნდათ იმის სურვილი რომ მარტო ბავშვებზე რატო ვლაპარაკობ მოხუცი ადამიანები რომლებიც უწამლობის გამო იტანჯებიან, კვდებიან, პენსია არ ყოფნით და აიღეთ ეს წამლების ბიზნესები. აიღეთ ეს წამლების ბიზნესები, გათვლილი რო არის მამას სისხლად როა სადღაც ევროპაში და რუსეთში რაღაცა რო ღირს 1 ევროს და 1 დოლარის ფასი, საქართველოში ღირს 10 დოლარის ფასი. ვინმეს გაგიჩნდათ ეს სურვილი რომ ამაზე ამოიღოთ ხმა რომ იტანჯება ადამიანები და აი ესეთი შემართებით როგორც ძაღლებზე ხართ ახლა ატეხილები როდესმე მოგივიდათ ესეთი აზრით თავში ჯო დოკუმენტური ფილმი გადავიღე თუ რა უბედურება ხდება საქართველოში და საქართველოდან ევროპაში გამოგცელა დაუდევი ამ ხელა დასკვნა ამ ხელა ფრანგული დასკვნა, რომელიც არის ოფიციალური კვლევა, ოფიციალური დასკვნა, რომელიც ეძღვნება ამათი მედიცინის კვლევას და ამათი მედიცინის სისტემა, რომელიც არის ფაშიზმის სრულად ქართველიერის მიმართებაში. ადამიანების მიმართებაში ძაღლებზე არა მაქვს, ლაბა, ძაღლი ტყეში მარტივად გაიტანს, თავს გინდა ქუჩაში. ელემენტარულს გეკითხებით, რომელიმეს გაგიჩნდათ ფიქრი თავში აზრად. რომ გამოსულიყავით და ასეთი დიდი აღტკინებით ძაღლებზე რო იჭრით ვენებს გამოსულიყავით და ამოგეღოთ ხმა ვალერი ეს არა შემთხვევი მე მაგაზე ახლა მოვამზადე ბლოგი და იმედია დღეს დავამთავრებ თუ რა ხვალისთვის მაინც მექნება მზად ვინმეს წამებაზე რო გაქვთ პრეტენზია იმ დღეს ძაღლების იმას რა პროტესტებდით, ეგერ წინადღით იყო გასული საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ესა რა ქვია, გამოძიება, სადაც ქვეყანაში არიან ფაშისტური დაჯგუფებები, ბნელი ფაშისტური დაჯგუფებები, რომლებიც კლავენ, აწამებენ ადამიანებს და წლები ესენი მოქმედებენ და ამათ ფარველობს პროკურატურა, უშიშროება, სასამართლო პირდაპირა იქ ყველაფერი. ვინმეს ამაზე ხმა ამოიღეთ იმ ძაღლებთან ერთად ადამიანი ახსენეთ ვინმე? ხო და რატო გიყვირთ მერე ესეთ ადამიანებს რომ მოგიბრუნდებით და გეტყვით რომ თქვენ გეი ტრაკს აფინანსებდნენ გამოდიოდით და ტრაკს აპრავებდით
ფემინიზმს აფინანსებდნენ და ძუკნაქალები გამრობოდნენ ქუჩაში და ქალთა უფლებები, ჩემი ფუჩუ, ჩემი არჩევანი. ახლა მოჭამა ამ იმან, რა ქვია, თავისი. და ახლა შემოვიდა ძაღლი მოდაში. ახლა იხდიან ძაღლის გულისთვის ფულს და გამოდიხარ და ყველიხარ ძაღლი. ხო და ხართ ძაღლმადიდებლები თქვენში გადავხედე თქვენ პროფილებს ძირითადად. ერთი წამით ეჭვი არ შემპარია. ამ ხალხს აქეთ ძაღლი უდევთ, აქეთ ისრაელის დროშა უდევთ. იმ ისრაელის და იმ ნეთანიაჰუსი 12000 ბავშვი რომ მოკლა ღაზაში 64000 ადამიანი მოკლა საერთოდ უდანაშაულო, მაგრამ 12 წლამდე 18000 ბავშვი რომ მოკლა. იმისი უდევთ, რომელიც ევროპას აყავს აღიარებული სამხედრო დამნაშავედ. მე გამოდის ეს დედამოტყნული და მე მელაპარაკება ადამიანობაზე. და ესეთი ადამიანების მე ახლა ძაღლის უფლებების დაცვის როგორ უნდა მჯეროდეს. და ესენი არიან ყველაზე საშიში ადამიანები. ხვალზე ნებისმიერი ჩვენთანგანი რომ გამოიყვანონ ქუჩაში და ცოცხლად დაწვან, ვინც მაგათთვის მიუღებელია, რა სიტყვენ, იცი? მაგის ადამიანობასო ძაღლი მირჩევნია. ყველა მასწავლებელს ხო ყოველი 5 ბავშვი უფასოდ მოამზადეთ და ჩემი ნიჭი სხვასო უფასოთო რატომ უნდა გამოვაყენო. ნუ ახლა ქალბატონო ბაია ამაში არის საქმე. აი ესეთი გამატერიალისტებული ხალხი ახლა და დამაჯერებთ რომ თქვენ მე ამ ხალხს ვიღაცას მოგიდეთ იმ თითო ძაღლს და წეიყვანეთ სახში და დაისვით სახში ძაღლები და აჭამეთ. ბლომათა ხართ. არა არც მე და არც ჩემ გამომწერებს აქ არავის არ უთქვია რომ უნდა მოკლა, უნდა გადაყარო, უნდა დაწვა, ამას თქვენ იძახით. ისევე როგორც იძახოდნენ რომ ვეტყოდით რომ პიდარასტი ხარ, წადი შენ სახში და ქენი რაც გინდა, წადი თქვენთან ერთად შეიკრიბეთ და ქენით რაც გინდა, ქუჩაში ნუ გამოდიხარ და ჰომოფობო და დააკვირდით. რამეს ეტყვი ისრაელზე, აბა შენ ირანი გინდა? რამე განსხვავებულ აზრს ეთყობა შენ რუსეთი გინდა? თუ უთხარი რომ შედედამოტყნულო, რო იძახი და რო ყვირი ხარ და რო წივი ხარ, მაგაზე ძაღლზე და ადამიანი რო არ გეწოდებ, აბა პედოფილი უნდა მეწოდებოდეს. პედოფილი არა, შენ დედაშოვეცი, ის ბავშვი უნდა გეწოდებოდეს. 800 ბავშვი შიმშილით რო კვდება ყოველწლიურად. და ის 77000 უნდა გეწოდებოდეს. რომელსაც შია და შიმშილობს. პედოფილი და ცოფიანი ძაღლი ერთმანეთიდან არ განსხვავდება. თქვენ პედოფილი გძულთ და ცოფიანი ძაღლი გიყვართ, რო გკითხოთ კაცმა. მიგაგდოთ ის ძაღლი სულში. და ამაში არის საქმე. და დაანებეთ, ბიჭო, არაფერი არ შეიცვლება ამ ქვეყანაში. არც არავინ მიგიღებთ ევროპაში, არც იმ რუსეთს არ უნდიხართ. არ ჭირდებით იმ რუსეთს. ვერ დააკავებდით თქვენ რუსეთს, ვერც ევროპა ვერ დააკავებდა რუსეთს. ვერანაირად ვერ დააკავებდა, როგორც უკრაინაში ვერ აკავებს, ისე ვერ დააკავებდა საქართველოში. არ ჭირდებით იმათაც. იმათმა თავისი სამხედრო თვალსაზრისით რაც იყო ის მადომინირებელი სიმაღლეებით დაწყებული და თავისი საკვანძო ადგილები დაიკავეს, საზღვაო აკვატორია ყველაფერი დაიკავეს და დანარჩენი შემოღობეს და გიჭამიათ ერთმანეთიო. აი ესია გადაგვარებული. ეს ბიოლოგიური მასა. ვინც აი ესე კივის და წივის და ესა სიმართლე. და არ მინდა მე ახლა იმის ლაპარაკი, რომ მეც მიყვარს ჩემო კარგებო. მეც მიყვარს ძაღლი. მეც მიყვარს. და ხარი მიყვარს, კიდე მე არაფერი არ მიყვარს. მაგრამ ადამიანს, უნდა რომ დაიწყეთ ახლა პედოფილი და ის იმას, ნუ იტყვი ზოგადად ადამიანს, მე ცხოველი არასდროს არ მირჩევნია. არ მირჩევნია. და მარტო იმაზე ლაპარაკი, რომ ადამიანი უფრო მაღლა თუ ცხოველი უფრო მაღლა, ასეთ კითხვას მხოლოდ და მხოლოდ ცხოველები დონეზე მოაზროვნე ადამიანები თუ დასვამენ, არის გენიალური წერლის რუსი წერლის საბჭოთა პერიოდში დაწერილი, ისა რა ქვია, ბულგაკოვის ძაღლის გული. სატირა და ის არის რა ქვია, ფანტასტიკა და ისა.
მაგრამ რა გენიალურია, როგორ გენიალურად არის ნაჩვენები. გენიალურად არის ნაჩვენები, რომ ახალი სოციალური გენდერი, რომლის გამოყვანაც უნდათ ბოლშევიკებს თავის დროზე. სოციალური გენდერის გამოყვანა უნდათ მაშინაც. ახალი ტიპის და ახალი ჯიშის ადამიანი. რომ შეერწყას ძაღლი ადამიანის ბუნებას, არაფრით ის კარგი არ ხდება. უფრო უარესი ხდება. იმიტომ რომ ადამიანი ადამიანობას კარგავს, ძაღლს ემგვანება, ივიწყებს მორალურ და ზნეობრივ ფორმებს ყველაფერს და დადის ცხოველის დონეზე. რა გენიოსი იყო, მაინც სად გათვალა, როდის გათვალა და შარიკოვები ხართ, თქვენ შარიკოვიჩები ხართ. შარიკი ერქვა იმას, იმ ძაღლს. და შარიკოვები ხართ თქვენ. ძაღლთან შერწყმული ადამიანები, რომლებსაც არც კომპლექსი გაქვთ, არც ზრდილობა გაქვთ, არც ზნეობა გაქვთ. უბრალოდ შარიკოვი არ იყო, ეს რა ქვია, საყვარელი ლეკვიდან ქცეული იყო. მაგრამ შურით, ბოღმით და იმით სავსე იყო ისიც. და არანაირი ის არ ქონდა ადამიანისგან განსხვავებით ქცევის ნორმები არ ქონდა იმას. წაიკითხეთ თუ არა და ნახეთ. და რეალობაში ეს ყველაფერი ეძღვნება ახალი სოციალური ადამიანის გამოყვანას. და გადახედეთ აი ამათ. გადახედეთ ამ ძაღლმადიდებლებს. აბსოლუტურად ყველა შარიკოვიჩები არიან. აბსოლუტურად. ავიცი, აბა ეხა რაც აგერა მაქვს და ნებისმიერ აგერ დევს ჩემთვის ხო არა მაქვს გადაღებული გაწამებულ ქართველებზე მაქვს გადაღებული ფილმი რომლებიც გამოყარა ქოცურმა ხელისუფლებამ და იზოლებული გახდა რომ თავი გადაერჩინა ევროპაში და აქაც რო გამოიქცნენ ხო აქედან თხოვდნენ რომ მოუხსენით მკურნალობა უკან დააბრუნეთო ერთი ადამიანი მენახეთ ხმის ამომღები ამაზე ამაშია საქმე და ნუ დაიწყებთ იმას რა ქვია რომ თურმე ის რა ქვია ვინც თურმე თქვენსავით არ ფიქრობს ყველა მწამებელი და მკვლელი და ბნელი და ხო აქეთ ბუნებრივათაა გადაჯგუფებული ეს ხალხი შეხედავ ძაღლი მერე ჩამოყვები ქვევით ისრაელის დროშა მერე ქვევით ჩამოყვები უკრაინის დროშა მერე ქვევით ჩამოყვები ევროკავშირის დროშა მერე კიდე ქვევით ჩამოყვები იმის რა ქვია მიავიცერი შენთვის შენ აიცერი ჩემთვის და აი ეს დასორტირებული ადამიანები რა და არ არის ეს შემთხვევითი ხალხო ეს იდეოლოგიზირებულია ყველაფერი იდეოლოგიზირებულია თავიდან ბოლომდე და ეს მოდის ჯერ კიდე ძველი ეგვიპტიდან აი ძაღლთავიანი ღმერთები რო იყო და არც სხვათა შორის კოლხეთიდან შორს არ იყო ეს ძაღლთავიანი იმგენის ადამიანების კუნძული შარიკოვიჩები აი ძაღლმადიდებლობას რო ვამბობ გასაგებია რომ ესენი რელიგიის დონეზეა მაგრამ ადამიანები როგორც ასეთი ადამიანები ესენი არიან შარიკოვიჩები აბსოლუტურად ყველა შარიკოვიჩია განურჩევლად სქესისა კანის ფერისა რა ვიცი იურა უფლისწყალობით როგორ უნდა ვიყოთ რად გადარჯულდა და გადაჯიშდა და გამოშტერდა ხალხი და რა ვიცი არა შენ შემოგევლე ცხვრის ფარა არ არის ცხვრის ფარა არ არის ეს არის შარიკოვიჩები ძაღლად ქცეული ადამიანების ესა რა ქვია მაგაში არის სხვათა შორის ფუნდამენტალური განსხვავება ამ სატანისტებიდან რომ ქრისტიანებს თუ უმანკო ცხვარი და კრავი აქვთ წარმოდგენილი ამათ ყავთ ძაღლი
სერიოზული ეს არ არის ჰაერზე მოსული რაღაცა ეს დამუშავებული იდეოლოგია როგორი დამუშავებულია და საიდან მოდის აი დღეს დავამზადებ აი ამ აი მას და გაჩვენებთ ხოდა ჩემო ჯევალ სირიკოვიჩობა ზუსტად არის პირდაპირ გაგებით შარიკოვიჩობა მაგრამ არაფერ სხვაზე არა ბულგაკოვში იქ არის ამიტომ წარმოადგენდა ბულგაკოვი ბოლშევიკებისთვის იმას პრობლემას და იმას რომ ის რასაც წერდა ზუსტად იმ ახალი გენდერის გამოყვანას თუ რა ვიცი ეს თქვენ ეს ბოლშევიკები თქვენ ამათგან ამით კი არ განსხვავდებიან კაცო ეს არის პირდაპირ ტროცკის შთამომავლები არიან და მაქვე არაერთი მტკიცებულებაა მაგაზე რომ სტალინმა აკრძალა ეს გადაგვარება და იმას და მიხრით მოხრით ხალხი და თუ არა ამათ ჯერ კიდე მაშინ ქონდა დაღებული ყველაფერი პირველი გეი პარადები და ეგენი მაშინ ჩაატარეს რა ქვია მოსკოვში 20-იან წლებში 1920 წელს პირველი გეი პარადი დალოისტი იძახოდნენ ასე იყო ეს ზაღლად მაინც დაბადებული მე სიყვარული გეკნებოდა ხალხიდან ხო ამას წერდა ზუსტად რომ ახალი ჯიშის ადამიანის გამოყვანას რასაც ცდილობდნენ ეს ახალი ჯიშის ადამიანი ზუსტად წარმოადგენდა აი ვითომ ყველაზე კეთილი გულის ძაღლის და ადამიანის შერწყმას და რა გიბრიც მიიღებდნენ მე ვფიქრობ რომ მე სპირალით მაგის გავლენით არის დაწერილი ოღონდ იქ ძაღლი არა ახლა ტვინის გადანერგვაზია მაგრამ არ ვიცი ჯიგარო მიმავიწყდა ახლა ამ პერიოდში სიმართლე გითხრა ეს დღეები ცოტა ისე მქონდა სიმართლე გითხრა სულ მიმავიწყდა ესა მაგ მოვლენებზე ეს გამეკეთებია მაგრამ ნელ-ნელა დავლაგდებით და მივალთ მაგამდეც მაგ ან კითხვა პასუხის რეჟიმს დავაბრუნებთ და გვექნება მაგი ერდოღანის რა რომელია შენი კომენტარი ჯიგარო ნახო თუ ნახე ერდოღანი რისი ომის დამწყებია იბრიქებად ყულა უბრალოდ ჩემი ძმა ხარ ერთი რა ასე იძახოდა მაგი და ურიება შეუთვალეს შენო სადამ ჰუსეინი გეიხსენე ვერ ნახე ძმა თუ შეგიძლია დაწერე ხელა ახლა კაი მეორე აი შუფლის წყალობით უბისა ვერ ნახე ძმაიდა მოიცო ნახე მე მგონი პირადი ნახე ძალიან მაინტერესებს შენი აზრი აქ მომწერე თუ მეორე გვერდზე მომწერე ჩემო ძმაო იმიტომ რომ მოვძებნი იმას რა ქვია პირადს და ნახავ მაგრამ რომელზე რო ვიცოდებ თუ ბევრი წერილებია მოსული ნახავ აუცილებლად ალბია რისი გამკეთებელია ხალხო ერდოღანი რისი შემსვლელია რისი გამკეთებელია ინგლისელების ისე რა ქვია ძაღლი მოკლედ აი ამის თქვა მინდოდა რა და დღეს ახლა მუშაობ დავასრულებ ამ იმას რა ქვია ბლოგს და დაფიქრდით თქვენს უბრალოდ დაფიქრდით რომ ეს ყველაფერი ასე ჰაერზე არ მოსულა ყველაფერს აგრმა ფესვები არ გენაცვალებ და და შემოგთავაზებთ ერდოღანი ნეთანიახუს ვინ რისი გამკეთებელია ჩემო ძმაო ერთ ელემენტარულს გეტყვი ამ მუსულმანური ქვეყნებიდან რომლებიც არის იგივე თუნდაც ის არაბეთის პრინცები და ისინი ნახევარზე მეც დედები ებრაელები და შენ ჭირიმე შენ გენაცვალეში არიან და კარგად ვასვასობენ იმასთან რა ქვია ისრაელთან 65,000 ადამიანი მოკლეს
75,000 ადამიანი მოგლეს უდანაშაულ მარტო ახლა ერდოღანს ყეფის მეტი ყეფ არა ძაღლი რო იქნება მე არაფერი არ უკეთებია რომელიც ფეხებზე კიდია ძაღლი ყებს კარავანი მიდის ხლა ისრაელი თურქეთზე ძლიერი როგორა ახლა მაგრამ ვინ მიცემს უფლებას იმას ვინ მიცემს უფლებას იმათმა შეუთვალეს რომ როგორც სადამ ჰუსეინი იყო ჩვენი პერიოდა მოგიზია ჩამოგიდებაო ისე მოგიზებს ჩამოგიდებაო ერთადერთი ქვეყანა ვისაც ამ მუსლიმანურ ქვეყნებში შეუძლია წინ აუდგეს ამ ყველაფერს ესაა ირანი და არის ამ უკანასკნელ ბასტიონზე შეტევა რის გამკეთებელია ნეთანიაჰუ აგონიათ ახლა თქვენ თურქული ჯარი შევა იერუსალიმში გაჩერდით რა მუსულმანებთან თუ გაქვთ ურთიერთობა გეცოდინებათ რომ ერდოღანს არავინ არ განიხილავს სერიოზულ ადამიანად იმიტომ რომ თავი მოაქვით მუსულმანების დამცველია მაგრამ ასე ძაღლმადიდებლები რო არიან ჩვენთან ინაირი ხალხი ინაირი წარმომადგენელია იქ შენ შემოგევლე რა სასწაულს ნუ ლაპარაკობთ რა სასწაულს ნუ ლაპარაკობთ ქვეითის დონეზე ისრაელის ჯარს არ შეუძლია ჰესბოლა დაამარცხოს ლიბანში რომელი თურქეთის მილიონიან არმიასთან გამკლავების თავი აქვს რა სასწაულს ლაპარაკობ თეორიაზე მაქვს მე ლაპარაკი 18,000 ბავშვი 12 წლამდე 18,000 ბავშვი მოკლეს მაშინ არ გაუგიჟებიათ დავით ახლა ვინმე გამგეთებელი რამე ის აი ჩემო კარგებო დაგემშვიდობებით მე დღეს შევეცდები რომ ბლოგი დავასრულო შემოგთავაზოთ ამ ძაღლმადიდებლებთან დაკავშირებით და ისე რომ არავისთვის არ დარჩეს და თქვენ შეგიძლიათ თითოეული ფაქტი რაც იქნება ამ ბლოგში მოყვანილი 21 საუკუნეა და გადაამოწმოთ გინდა გუგლით გინდა GPT ჩატით და გინდა ემით ყველაფრით თუ მომიხერხდა ჯერ ბევრი მაქვს სამუშაო დარჩენი მოგაწოდებთ გაიხარეთ მადლობა ყველას განსაკუთრებით ძაღლმადიდებლებმა მეისმინეთ თქვენ ახლა ბლოგი რო იქნება მზად განსაკუთრებით თქვენ უნდა მოისმინოთ